განსაკუთრებულად ემოციურად მახსოვს. მაშინ თან ეხა ტელევიზიის ეპოქაა, ხო, არანაირი სოციმედია არ არის და ინფორმაციას რაღაცნაირად სკროლით არა რაღაც ნიუსები რაც გადიოდა იქიდან და ის კადრი რა, ორიგინალური არ ვიქნები, როდესაც რაღაც სკოლონა შემოდის თბილისში, საერთოდ ერთიანობას მაქვს ყველაზე დიდი ის, რა ქვია, ემოცია და ენერგია რას. ეს ერთმნიშვნელოვნად იყო ძალიან კარგი ამბავი, ფაქტი, ხდომილება, რაც კიდე ის დავარქვათ. და ის რომ ამან შეცვალა ქვეყანა, უბრალოდ ქვეყანა არც არსებობდა ის ბოლომდე რაღაცნაირად რა. თან იყო და თან არ იყო. და ეს იყო რაღაც შემოbrunების წერტილი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა და უბრალოდ ქვეყანა გააჩინა ისევ არა მარტო რუკაზე, საერთოდ გააჩინა იმის აი მანამდე რო ვიძახდი რაღაც ნიჰილიზმი იყო, ეს ნიჰილიზმი რაღაცნაირად გააქრო და დაიწყო მოძრაობა. ძალიან ცნობილი სიტყვები როა მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, აი ამის შეგრძნება იყო. და თუნდაც ის რომ ძალიან კარგად ეწერა ჩემს მეგობარს ეგუში მკითხულობდი რომ თუნდაც ის რომ არსებულმა იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობენ რაღაც ეს ხდომილება კონკრეტულად პარტიული ნიშნით ან რაღაცით გამოხატონ და ნუ გასაგებია ხას დღევანდელობაში ეს პოლიტიკური ის არის რა ქვია არა მარტო პოლიტიკური თქვა რაღაც რუსული ამბავი რომ ამის ნიველირება მოახდინო რომ ეს იყო ცუდი ის რომ თქვა სიტყვაზე იმ პერიოდში აი ამ რაღაც ქვეყანა რო ადუღდა, კარგი გაგებით რაღაც კეთება დაიწყო რაღაც ისეთი რაღაცები მოხდა რაც ხალხის შესწორმას ან დანაშაულს ეძახის ამის გამო მოხდა პასუხისმგებლობის აღება ესეც იმის ბრალია რომ ქვეყანა გახდა ქვეყანა არ ყოფილიყო არავინც არ აღებდა პასუხს არაფერზე და ესე იქნებოდა როგორც იქნებოდა ვისაც არ უნდა დაეშავებინა რა ამიტომ ეს პარადოქსულია მაგრამ ეგრეა პრინციპში ამ დღეებმა და ამ დღეებმა კი არა ამ დღეებმა რაც გამოიწვია იმ პროცესებმა რაც დაიწყო ну დაამტკიცა ის რომ საბჭოთა ქვეყანას შეუძლია გახდეს სხვანაირი იყოს წარმატებული განვითარდეს იდეალური ვერაფერი ვერ იქნება მაგრამ განვითარება რაღაც სვლა და მოძრაობა შეუძლია დღეს რა პროცესებიც მიდის ხა ხო 2008-ში დაიწყო რაღაცნაირად ესე მგონია აი პირველი ასე ვთქვათ დაჯახება იმასთან რომ არ შეიძლება ვთქვათ ის მონოლითი რომელიც საბჭოთა კავშირი ერქვა და ვთქვათ რუსები როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას მიიჩნევენ ვთქვათ მათი ხელმძღვანელი ვინც არის რომ ამის უნდა დამტკიცებული იყოს აპირისპირო ხო რომ ანუ არ შეიძლება არ გამოაკეთონ არაფერი თუ რამეს ცდილობდა მოძრაობა უნდა დაისაჯო იმისთვის რომ რაღაც გაკეთება გინდა და ისევ თავიდან ისევ ყველა უნდა იყოს ნიჰილისტურად განწყობილი რომ არაფერი არ გამოვა რა ამიტომ ეს ამან თვისობრივად შეცვალა ჩვენი არა მარტო ჩვენი ქვეყანა მგონი რაღაც პროცესებს შეიძლება მიცა და საბამი რაღაცნაირად იმიტომ რომ მართლა როდესაც ეს ქვეყანა გახდა ასე თუ ისე უკვე გავჩნდით სხვადასხვა უბრალოდ მედიებში გამოჩნდით სხვადასხვა საერთაშორისო მედიებში რაღაც არა იმის გამო რომ ჩვენთან იყო რაღაცა ან ომი ან რაღაცა უბედურება ტრიალებდა რაც მანამდე რაც იყო დაკავშირებული ჩვენი ნიუსები 90-იან წლებიდან რაღაც წარმატებას უკავშირდებოდა ეს იყო რაღაც გარდამტეხი და შესაბამისად მოიტანა თავისი ესე თქვა სირთულეებიც ამ სირთულეებში გულისხმობ ის რომ ჩვენ ამისთვის დავისაჯეთ ხო მივიღეთ ის დარტყმები რაც მივიღეთ მაგრამ ნუ ეგრეა როდესაც ქვეყანას განვითარება უნდა როდესაც თავისუფლებისკენ მიდის ხო პრობლემოთ მით უმეტეს ეგეთ სამეზობლოში ცოტა რთული
ვარ და ის რა ყოფილიყო ან ცვლილები რომ არ მომختارიყო ჩვენთან ალბათ ანუ ჩვეულებრივი რაღაც ნახევრად ფეოდალური ქვეყანა იქნებოდა ესეთი რა კორუმპირებული სრულიად და ისეთი კარგი ბნელი ხრელი გვირაბი თუ გამტარი ისეთი რაღაცეების რაც ყოველთვის დღეიან შემთხვევაში რუსებს აწყობთ ხო კარგენ რატომაც ნუ და მე არ მეპარება რომ რაღაც უფრო გრძელვადიანი იმაში ეს თავისთავად ხათი იმ შეფასებას მიიღებსაც რასაც იმსახურებს თავისთავად ხადია რაღაც პოზიტიურის პროგრესის და იმის რამაც ქვეყანა გადაარჩინა იმ მომენტში და გაიყვანა რაღაც გზაზე